ორჩანს მას და მას რა ქვია მამუკამდინარაძეს ერთი მათემატიკის მასწავლებელი ყავდათ, მაგრამ ეხლა ცხადია ძალიან საწყენია, როდესაც ომბუდსმენი ითვლის იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გამოხატავს, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანის პროტესტი, ნებისმიერი ადამიანის დარღვეული უფლება მისთვის უნდა იყოს მთავარი, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ის ამისთვის ავირჩიეთ, ხომ, იმისთვის რომ მან ჩვენ წესით უნდა დაგვიცვას ხო, მაგრამ ამის მაგრად ის ალბათ ყველაფერს აკეთებს. მართლაც მეც დამრჩა სხვათა შორის ესე ცოტა რაიკომის მდივნის იმიჯი აქვს ნამდვილად. ჩვენ წინა დღეს მას შევხვდით, ესეც უნდა ითქვას, რომ მან ისე დაგვდო პატევი და ქალების წარმომადგენლებს შეხვდა და ჩვენ გქონდა კითხვები მასთან, ცხადია, ისევე როგორც მოსახლე მთელ საზოგადოებას. და სხვათა შორის მან იქვე გვითხრა, რომ ის ვერ ილაპარაკებს ისეთ რაღაცებს, რისი გაგონებას ჩვენ გვინდა და ჩვენ ხა იქ უთხარით, რომ ჩვენ კი არ გვინდა ამის გაგონება უნდა ხალხს და მან უნდა ისაუბროს არა ის, რაც რომელიმე მხარეს მოწონს, არამედ ის, რაც არის ობიექტურობა, ხო? ობიექტური სიმართლე და ობიექტურია ნამდვილად არის ის, რომ დიახ, წამება იყო სისტემური, რომ დიახ, არჩევნები გაყალბდა, რომ დიახ, გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მან ფაქტობრივად არაფერი იქნა და არც ასე ეგრეთ წოდებულ ამის ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით კანონზე მან არაფერი იქნა. არც ბოლო პაკეტთან დაკავშირებით არ იქნა არაფერი, როგორც გამოხატვის თავისუფლებას ვიშოვებთ. ესე იგი, ისიც რა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერს ამბობს მომავალში და აი მაგალითად აპრილში მომხდარ დაკავებებთან და ესე იგი ამასთან დაკავშირებით აი ეხლა ეს გავაკეთე, მაგრამ დაგვიანებით ხდება ეს ყველაფერი და ვიდრე ეს კაცი გაიღვიძებს და აი ამ კანონებთან დაკავშირებით რაიმე ნაბიჯს გადადგავს, ამასობაში უკვე უამრავი ადამიანი დააკავეს, აი ამ ახალი კანონების მიხედვით და უკვე უამრავი ჯარიმა